შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. რუსთავი 2. ამ არხის თანამშრომლები უკვე ასოცირდებიან თავისუფალ სიტყვასთან, სიმართლისთვის ბრძოლასთან, ჩაგრული ხალხის სიტყვასთან. სამწუხაროდ ცოტა დარჩა საქართველოში ასეთი დადებითი ხალხი. იმდენად ცოტა, რომ სელფის ერთ კადრში ეტევიან. მე ამ ხარეს არასდროს არ ყოფილა, ყოველთვის აქ ვრჩები ხოლმე, მაგრამ დღეს ჩემს გუნდთან ერთად დავამთავრებ ამ გადაცემას. ეს არის რუსთავი 2, საქართველოს ყველაზე რეიტინგული, ყველაზე ძლიერი, ყველაზე სახალხო და ყველაზე დაუმარცხებელი ტელევიზია და ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, რომ დღეს სწორედ ამ ტელევიზიას წარმოვადგენთ და ვამაყობთ, რომ ვართ ასეთი არაჩვეულებრივი ზონდერები, რომლებიც ახლა ერთად დაფიქსირდებით ყველანი. უკვე შოუ ბიზნესში ხარ. დავიღიმოთ. არ შეშინდეთ მეგობრებო, მთელი საქართველო გამოვა თქვენს დასაცავად. იმიტომ რომ თქვენს ყოველთვის იდექით ხალხის გვერდით. უпроსტად უკან. ზოგი მიკროფონით, ზოგი ყაბარჯენით, მაგრამ ხომ იდექით, კაცო? ხო და ახლა ხალხიც დადგება თქვენს უკან თან მედგრად. ყველას მოუწოდებ, ყველას ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობა, სახალხოობა და მიუკერძოებლობა, გამოდით რუსთავი 2-ის დასაცავად. გამოდით. გამოდით მეთქი, კაცო. სერგო, რატო არ გამოდიან? რა არის ეს კაცო? ნუ თუ არავის უგრძნია ახლა გაბუნიას პროფესიონალიზმი, გოგიჩაიშვილის განსწავლულობა, უდუმაშვილის მიუკერძოებლობა და მაია ასათიანის სახალხოობა. არა, ერთი კაცი კი ვიცი ახლა ვისაც უგრძნია, მაგრამ რუსთავი 2 სულ რომ დედა ეტიროს, ის კაცი ოდესიდან ჩამოსვლელი არ არის. მოკლედ ისევ ხალხისა და თქვენი პროფესიონალიზმის იმედად უნდა იყოთ. როგორც ქვეყნის აღმშენებლობაში გვარწმუნებთ პროფესიონალური სიუჟეტებით, იქნებ თქვენს დამოუკიდებლობაშიც დაგვარწმუნოთ. ხო. აი ამიტომ არ მიყვარს ხოლმე რა ესა ხელისუფლების ცვლილება. მოვლენ და აურემე ყველაფერს. აი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც მოვიდა კობიაშვილი და დაარღვია სამარისებური მყუდროება. ლევან კობიაშვილის განცხადებით ფედერაციაში ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თვალით არავის უნახავს. ძალიან ბევრი გაურკვეველი ადამიანია დასაქმებული ფედერაციაში, რომლებიც ხელფასს იღებენ. თითქოს მუშაობენ და არავინ იცის ვინ არიან ის ადამიანები. მსგავსი ხელშეკრულება სამწუხაროდ ბევრია. ფედერაციაში რომ მობრძანდეთ, აქ თუ 300 ადამიანს ნახავთ, არ ვიცი, განაცხადა კობიაშვილი. რა არის ახლა? ახლა ამას ერთი ამის ატეხა ღირს ახლა კაცო. კი ბატონო, ხა შეიძლება ფეხბურთის ფედერაციაში მართლაც ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თვალით არავის უნახავს, მაგრამ სამაგიეროდ ფედერაციაში ვინც უნახავთ, ისინი არ აკეთებენ არაფერს. შვენივრად არის დაბალანსებული ეგ ამბავი მოკლე. და მე რა მოხდა ახლა თუ ფედერაციაში 300 მკვდარი სულია? რა ვქნა, ახლა პატივი არ წეთ წინაპრების სულებს? იქნება კაცო ეს სულები 300 არაგველისაა. ანუ იქნება ლეგიონერები მოვიწვიეთ და 300 სპარტელის სულებია. მე კიდევ ხა ფედერაციის კარგი თანამშრომელი ახლა შეუმჩნეველი უნდა იყოს, არა ახლა მართალია ეგ მსაჯებზეა და მსაჯზე ნათქვამი, მაგრამ ერთი სპორტია, კაცო. არა და დაილოცოს ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა. ფედერაციაში კი არა, მოედანზე არ უკვირდა მკვდარი სულები. თუმცა მე ხომ დაინახეთ რა მოხდა. მოედანზე ზოგი მკვდარი სული გაცოცხლდა, ზოგი კი ვინც ვერ გაცოცხლდა, ჩანაცვლდა. ხო და ვნახოთ ახლა ფედერაციაში როგორ მოხდება. მკვდარი სულები გაცოცხლდებიან თუ მხოლოდ ახალი მკვდარი სულებით ჩანაცვლდებიან. ფედერაციელ მამანს ეკითხებიან, 300 კაცს რა უნდოდა ფედერაციაში? რა ვიცი, კი არ გჭირდებოდა მაგდენი, მაგრამ რო ჩამოწერეთ მე და ჩემმა ცოლმა სია, ხო იცი როგორ ხდება ახლა, ამას ეტყოდი, იმას ეწყინებოდაო. გაბუნია ეძახის თანამშრომლებს. აბა, მოვემზადეთ სელფისთვის, ტუჩები მოამზადეთ ყველამ, ახლა მიშას ტრაკი გამოფრინდებაო. Down with dictator. Rustavi 2 is independent TV.
Get out your dirty hands from რუსთავი თუ ჩაიხითხითა შალვა ნათელაშვილმა მარჯვენა წარბი ფაქიზად ჩამოიფხანა და კონგრესის უკუნდერეფანში გაუჩინარდა. რუსთავი ორის წინააღმდეგ დაწყებული სახელისუფლებო ზეწოლა და დამოუკიდებელი ტელეარხის დახურვის საფრთხე მთავარი თემაა შეერთებულ შტატებში მყოფი ლეიბორისტული პარტიის ლიდერისთვის შალვა ნათელაშვილი კონგრესმენებს ხვდება შეერთებულ შტატებში და ის ყველა შეხვედრას იწყებს სწორედ რუსთავი ორის საკითხზე საუბრით. ეს ტელევიზია გახლავთ ძალიან დაჩაგრული ამ ეტაპზე. This TV station channel but აჰა ბატონო, ეგეც მე ვარ. ეს კაციც კი იმას ამბობს, დამოუკიდებელ მედიას ექნება საფრთხე. ვიღაც ინტრიგა ნათელაშვილებს კი არ გავს ახლა რუსთავი ორს მიშას ტელევიზიას და ნაცების რუპორტს რომ ეძახთ. თუ ესაა კაცო ის ნათელაშვილი. ხო, როგორ შეცვლილა კაცო? ვერ ვიცანი ლექსიკაზე უცებ. ის ახლა ამერიკაში თუ მიდიხარ შედალოცვილო, ხა წაიღე რა ესა ტყემალი, ტყლაპი, ცივი დედალი. რაღა ენა მიგავს კაცო. თან ახლა ენის მიტანაც არის და ენის მიტანაც. რა ვიცი ხა დამოუკიდებლობა თუ ის გგონია მარტო 18 წლის რომ არის უკვე რუსთავი ორი კიდევ ხო მაგრამ ისე რა ვიცი ასე გააგრძელე შენ და ადრე თუ იმას ამბობდი ჰიტლერს რუსთავი ორი რომ ქონოდა გერმანელებს დღესაც მოგებული ეგონებოდა თომიო მე უკვე იმას იტყვი ნეტავ ჰიტლერს რუსთავი ორი ქონოდა ამ ბარბაროსის საბჭოელების ნამდვილი სახე რომ ეჩვენებინა ვინმესო მოკლედ მიდი შალვა მიდი ბოლომდე მიაწაკი საქართველოს ხო უშველე უკვე და ახლა იქნება რუსთავი ორის გადაარჩინო იმისთვის რომ მე თავისივე შოუებში სულ სიცრუის მანქანა ეძახო. ქართველ კაცს ღვინის, დუდუკისა და ქალების გარდა კიდევ ორი რამ უყვარს. მაგარი მანქანა და მეორე მაგარი მანქანა. დიახ, ამიტომაც დიდად არ მიგვერს ახლა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ეს ნიუსი. ჩეხებისგან თუშეთის სასრაფოსთვის ნაჩუქარ ჯიპს ჩინოვნიკები პირადი კომფორტისთვის იყენებენ. ამ მანქანის მართვისას საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა გამგებლის მძღოლი, რომელიც ამავე დროს მისი ცოლის ძმაა. მე კიდე იტყვიან რომ ეს სიძე მურდალი ნათესავიაო. მეტი რა გაქნას კაცმა. სამსახურშიც მოაწყო ცოლის ძმა, მანქანაც დაუთრია, იმ ჯარიმასაც გადაუხდიდა. ეხლა ექიმს თუ კიდევ მაინც და მაინც ვინმეს კურნალობა მოეპენტრიშა, წავიდეს ცხენით. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთი ცხენის ზალას გამოიყენებს თუ 100-ისას, კაცო. და ეხლა სასრაფო თუ ჭირდება ვინმეს ექიმი და მკურნალობა, დიდი ამბავი ეგეც. ეგრე გამგებლის მძღოლსაც აქვს ხანდახან წნება და დილაობითაც უსყდება ხოლმე თავი, მაგრამ გვახვევს ეხლა თავის პრობლემებს თავზე? არა. ხოდა ნუ ატეხავთ ახლა ერთ ამბავს. სულ არ იყო წინა საუკუნეებში ჯიპები თუშეთში, მაგრამ კურნალობდნენ როგორღაც. ბოლოს და ბოლოს ახლა გამგებლის მძღოლი, გამგებლის მანქანით ხო არ ვილის არა? ხო. შალვა ნათელაშვილი ამბობს რუსთავი ორი დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიაო. თუ შენ არ ამბობდი სიცრუის მანქანაო? არა კაცო, მაგას რუსთავი ორი მიგონებდაო. ახმეტის გამგებელს ეკითხებიან, შენი ცოლის ძმა სასრაფოს მანქანით რატომ დადის? რატომ და სასრაფოს საქმეები აქვსო? ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე.